დილო თიმოთე სარწმუნო არ სიტყვა და ყოვლისა შეცნარებისა ღირს რამე თუ ამისთვის შრებით და ხვედრებით რამე თუ ვესავთ ხმერს უხედეს მაზე ჟამსაშინა მოვიდა იესო ირიქო აჰაიცერა კაცი ვინმე და სახელი მისიზაქე და იყო იგი მთავარი მეზვერეთა და ესე იყო მდიდარ ფრია და უნდა ხილვა იესოსი ვინც იარსა ვერ უძლო ხილვა დერისა მისგან რამე თუ ასაკეთა იყო მცირე ამ სამყაროში არ არსებობს ამაზე დიდი საქმე, ამაზე დიდი მსახურება, რაც კი ადამიანს შეიძლება რომ გააკეთოს. ამასთანავე ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ თითოეული ჩვენთაგან როდესაც ლიტურგიაზე მოვდივართ, უნდა მოვდიოდეთ ამასთანავე ერთად არ მარტო იმისთვის, რომ დავესწროს და თანამონაწილენი ვიყოთ აი ამ მსახურებისა. უნდა ვეზიარებოდეთ. ხშირ ზიარებასთან დაკავშირებით ეკლესიის მამებს აქ ძალიან გამოთქმული ერთსულოვანი პასუხი რომ დიახ ქრისტიანი შეცვლებისაგვარად ყოველ კვირა დღეს უნდა ეზიარებოდეს. არა წელიწადში ერთხელ, არა წელიწადში ორჯერ, არა წელიწადში სამჯერ, ან ოთხჯერ, არა და არა. ხშირად უნდა ეზიარებოდეს. ძალიან ხშირად ჩვენ საკუთარ თავს განუწესებთ ხოლმე რაღაც კანონზე ვამბობთ რომ მე ღირსი არ ვარ ზიარებს. იქ ისმის კითხვა მამების ვავე. ოდესმე ჩვენ მოვემზადებით ღირსეულად. თელი საოცრად დიდი წლები რომ იცხოვროს ადამიანმა ვამბობენ მამები. საოცრად დიდი წლები, რა ვიცი, რამდენისგან ალბათ. და ყოველდღიურად რომ გაიღებდეს მსხვერპლს გაჭირებულებისათვის და თავისთავად მსხვერპლად წირავდეს, მაინც ისეთ რამეს ვერ მოიმოქმედებს, რომ ჩათვალოს, რომ იგი ღირსია, წარსგეს, უფლის წმინდა სისხლისა და ხორცის წინაშე და აი ესეთი ღირსებით მიახლოს ამ საიდუმლოებას. ვერასოდეს ჩემო ძვირფასო, მილიონი წელიც რო იწოვდა ადამიანმა, მაინც ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებდა, ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ვაპარებდეთ, ათასობით გაჭირებულ ადამიანს ვეხმარებოდე და სხვა მრავალ საქმეს აღვასრულებდით. მოხდა დრეკებს თუ ლოცვებს თუ იმას თუ იმას. გინდა სულიერი ღვაწლი, გინდა სხვა თველის მოქმედებები, რომელიც აღსრულებული, მაინც ვერასოდეს ვერ გავხდის ღირსად. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა ზიარებას მივიახლებით ღვთის კაცმოყვარს. ჩვენ შეძლების დაგვარად უნდა ვემზადებოდეთ. არ ნიშნავს იმას, რომ არ მოემზადოს ადამიანი. უნდა მოემზადოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად. და არა ისე, რომ ჩვენ ფიქრობთ, აი დღეს ღირსი ვარ, გუში ხვალე არ ვიქნები, ზეგ შეიძლება, მასზე ვერ ვიქნები. არა და უნდა ვიცოდეთ, რომ შეძლებისაგვარად ხშირად უნდა ვამოვდეთ აღსარებას და შეძლებისაგვარად ყოველ მსახურებაზე, ყოველ კვირადღეს ვეზიარებოდეთ. პირდაპირ გვასწავლიან, რომ როდესაც მოდიხარ ლიტურგიაზე, ამ ლიტურგია აღესრულება შენთვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, მსხვერპლის შეიწირვის თითოეული ჩვენთაგანისათვის. და ამიტომაც არის, რომ ადამიანი უნდა ეზიარებოდეს. ეს ყურადსაღებია, ჩემო ძვირფასებო. კარგია, რომ შვილები მოყვავს, მაგრამ შვილებთან ერთად მშობლებიც უნდა ეზიარებოდეთ. არა მარტო თავი უნდა დამექნიოთ, ჩემო ძვირფასებო. დაუფიქრდეთ ამ ყველაფერზე, მოძღვრებთან ვიქონიეთ ურთიერთობა და მოძღვრებისგან ავიღოთ ლოცა კურთხევა, რომ თუ კი ვერ ვახერხებთ სრულყოფილად წიროზე დასწრებათ, იქინა გამომდინარე, რომ ბავშვები ყავს მოსოყან და მათთან ერთად მოდივართ. აი მათთან ერთად უნდა ვეზიარებოდეთ. არა უჭირს. ესეთი ეკონომიისაცი შეიძლება რომ მცირეოდენი შეღავათები გავუწევთ. გასაგებია?
აი ეს მინდოდა მე თქვა დღევანდელ დღეს რაოდენ მნიშვნელოვანი არის კვირა დღეს შემზადება ქრისტეს წმინდა სისხლთან და ხორცთან მისაახლებლად. ღმერთმა დაგლოცოთ, დაკურთხოთ და უფალმა საკურნებლად მოგმადლოთ დღევანდელი ზიარება. დაუკვირდით, რას ამბობს მღვდელი, როდესაც შეიწირება მსხვერპლი. განსაფხიზილებლად სულით, ანუ ამ ლოცვას წარმოთქვას მღვდელი თითოეული თქვენთაგანისათვის, რომ აი ეს ზიარება უფალო რომ მოგიახლებიან, ხო? რისთვის იყოს? განსაფხიზილებლად სულისა, მისატევებლად სოდვათა, ზიარებად სულისა წმინდისა შენისა, სასუფეულისა ცაცასა დამკვიდრებად, კადნერება წინე შენსა, ნუ საჟელა, გენა დასაჟელა. აი ამ დიდი საიდუმლოს აღწურების შემდგომ, სწორედ ამ დიდებულ სიტყვას წარმოთქვას მღვდელი თითოეული ჩვენთაგანისათვის. წყალობით, მადლით და მშვიდობით ყოფილიყავით ჩემო ძვირფასებო. ჩვენთან ნაწმით.